ეს თუ ვინმე ემუქრება საქართველოს დაპირისპირებით და გაღარიბებით, ეს არის უპირველეს ყოვლისა კობახიძე და მისი ადმინისტრაცია, რომელიც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართველები დაეპირისპირებინა ერთმანეთთან, დაეთესა შუღლი, გაეღარიბებინა ჩვენი ერი და არაფერი არ გაეკეთებინა იმისათვის, რომ ამ ერის პოტენციალი და ევროპული მისწრაფება განხორციელდეს. ამიტომაც მე მას ურჩევდი ჩაიხედოს სარკეში და ნაცვლად ევროპული კავშირის ელჩისა და ევროკავშირის სხვადასხვა ელჩის დაბარებისა იმისი შნო ეყოს, რომ დაიბაროს ირანის ელჩი, რომელიც გვემუქრებოდა ძალიან საშიში ენით და დაიბაროს უნგრეთის ელჩი და მას გამოკითხოს რუსეთის ჯაშუში მუშაობდა უნგრულ დიპლომატიურ სამსახურში. აი როგორ მოხდა, რომ 4 წლის განმავლობაში აქ იყო და ჩვენთვის არაფერი არ არის ცნობილი ამ დროის განმავლობაში ასევე მსტავრობდა თუ არა რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ. ჩვენ ვხედავთ, რომ კობახიძე არც ერთ ჯერზე არ იბარებს არც ერთ იმ ელჩს, რომელთაც რეალურად უნდა კითხოს კონკრეტული ტიპის კითხვები ქართველი ხალხის ინტერესების სახელით, სამაგიეროდ ყველა ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოს ელჩს მუდმივად საქმეს ურჩევს და თიც უქნევს. რაც არის გამოხატულება კიდევ ერთხელ იმისა, რომ ირაკლი კობახიძე არის რუსი და ემსახურება რუსულ ეროვნულ ინტერესებს და არა ქართულ ეროვნულ ინტერესებს.